დავაყენეთ კანდიდატურა, მაგრამ სანამ კანდიდატურას დავაყენებდი, ჩვენ უამრავი დიდი 5-6 წელია საქართველოში ძალიან დიდი მასშტაბის ტურნირები გვაქვს ჩატარებული. ყველა კატეგორიაში და მაღალი შეფასებები მივიღეთ მთელი მსოფლიოსგან. ვისწავლეთ ეგ საქმე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი არის სულ სხვა ტურნირი, ძალიან რთული ჩასატარებელი ტურნირია. 2000 სპორტსმენს ველოდებით მარტო და მომყოლებს სადღაც 5000 კაცს სტუმარს ველოდებით. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, ქვეყნისთვის. 142-მა ქვეყანამ მხარი დაგვიჭირა, წინააღმდეგი იყო, მე მგონი 8 ქვეყანა თუ არ ვცდები. ვაჯობეთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, კანადა, ესტონეთი, ევროპული ბევრი ქვეყანას უნდა აღნიშნული ტურნირი ჩაეტარებინა, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ. ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, სადაც რუსეთს აქვს ჩატარებული, მოვიძიეთ მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელს ყაზანში და ჩვენ ვართ, საქართველოს სპორტის ისტორიაში პირველები ვართ ოლიმპიურ სახეობაში, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს ვატარებთ. ჩატარდება უნივერსიტეტის ქუჩაზე 3 სპორტის სასახლეში. არ გვეყო ეს სივრცე, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან დიდი მასშტაბის ტურნირია და გარე სივრცისთვის შევიძინეთ ივენთ 1000 კვადრატული ივენთ მოწყობილობა ესეთი იწყობა, ჩვეულებრივი დარბაზია, სავარჯიშო სივრცე იქნება, სადაც ეს 158 ქვეყნის სპორტსმენები აი ამ შეჯიბრის განმავლობაში გახურებისთვის გამოიყენებენ წინა სასაჯიბრო პერიოდში.